სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, რადგან ჩვენ თავიდან გავჩდით და დავიბადენით მიწიერნი და ვიყავით ადამის მოდგმანი და რადგან ჩვენ ადამიანობისგან უნდა აღმოვიზარდოთ, მიწიერი ადამიანისგან უნდა ამოვიზარდოთ და გავხდეთ ზეციურნი ქმნილებანი, მსგავსი ღვთისა, ახალი ადამიანის შვილები, რომლებიც იქმნებიან ძველი ადამიანისგან, ძველი ადამიანისგან, როგორც მონახალი ღვთისმეტყველი ამბობს, ძველი ადამიანისგან, ახალ ადამიანად ვიქმნებით. ეს ნახტომი იმდენად დიდია, რომ სახარებისეულის სიტყვას თუ გამოვიყენებთ აბრაამისას ახალ აღთქმაში, ამ ძველსა და ახალ შორის იმხელა დანახეთქია, რომ ეს გარდასვლა ადამიანისათვის ძნელი კი არა, უпроსტოდ შეუძლებელია, თუ ღმერთი არ დაეხმარა ასევე სახარებისეულის სიტყვების პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ. მაგრამ ჩვენში ეს პროცესი იწყება ნათლობიდან და რწმენიდან, სინანულიდან, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჩვევა უნდა გქონდეს ჩვენ წესით, თუ ქრისტიანები ვართ. ჩვენ უკან არ უნდა ვიხევდეთ, უკან დახევა ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ მხოლოდ წინ უნდა მივდიოდეთ, იმიტომ რომ უკან დახევა ხო ხვდებით, ესე იგი ჩვენ ერთის ხვი ჩვენ კი გვინდა ცხონება, მაგრამ თუ როცა ვიაზრებთ ეს რას ნიშნავს და როცა ხვდებით რომ ეს ჩვენგან არ არის, ჩვენი მხოლოდ არჩევანია და ყველაფერს ღმერთი აკეთებს, უკან როცა ვიხევთ, ვინ იხევს უკან? ღმერთი იხევს უკან. ესე იგი ჩვენ ვიხევთ უკან. ანუ როცა ადამიანი უკან იხევს, ვიზი ამბობს უარს, რა თქმა უნდა ღმერთზე ამბობს უარს. ეს ფაქტობრივად უბრალოდ ღმერთი მოწყალია და იმდაბლებს თავს როგორც ყოველთვის, როგორც მას ჩვევია და ჩვენ რო უკან ვიხევთ და ვჩერდებით და უკან ვიხევთ, ისიც ჩვენ გველოდება და უკან იხევს ჩვენთან ერთად, თორემ წესით უკან დახევა, გაჩერება უნდა იყოს კატასტროფის მომასწავებელი. ამიტომაც მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჩვენს წმენაში და მტკიცედ დგომა ნიშნავს დინამიკას სულ წინ. სულ წინ. ეს კიდე ძალიან რთულია, ზარმაცი, მოდუნებული, ხორცის სიამოვნებას მიძალებული ადამიანისათვის. ამიტომაც არის, რომ აი დინამიკაში რო უყურებთ, თქვათ ეს ტაძარი არსებობს 2003 წლიდან, უფრო ადრეც თქვათ მახსოვან ჩვენი მრევლის წერობის სხვა ტაძარში, პეტრე პავლეს ტაძარში როცა ვიყავი, უამრავი ადამიანი გახსენდება, რომლებიც იყვნენ და აღარ არიან. ამას მე იმიტომ ამბობ, რომ ჯერეთი ჩემ თავს ვახსენებ ამ ყოველივეს და თქვენს გასაგონათაც ვამბობთ, იმიტომ რომ არის საშიშროება, რომ ჯვარიქწერია და თქვენც წახვიდეთ. და ერთ-ერთი მიზეზი ამისი არის ის, რომ ადამიანი ვერ არის თანმიმდევრული ბრძოლაში. ანუ ხო დიდხანს სიცოცხლე ხო გვინდა, არა, ხო გვინდა რომ დიდხანს ვიცოცხლოთ. კი ბატონო, ვიცოცხლოთ დიდხანს, მაგრამ რას უფრო დიდხანს ცოცხლობს ადამიანი, უფრო დიდხანს უწევს ბრძოლა, იმიტომ რომ ბრძოლა უკანასკნელ ამოსუნ თქონდია. სანამ ხორცში ვართ, მანამდე ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ მტკიცეთ არ იდგე და უკან დაიხიო. დაიღალო. ყველა საშინელება მოგბეზდეს. რა შემთხვევაში ბეზდება ადამიანს სულიერი ცხოვრება? როდესაც თავის თავში ღმერთს ვერ გძნობს. ლოგიკურია, ხო, იმიტომ რომ თუ შენ თავში ღმერთს გძნობ, რა უნდა შეიძლება ადამიანს ღმერთი მობეზდეს? ერთადერთი რა შემთხვევაშიც ადამიანს ღმერთი აღარ უნდა, ეს არის უკიდურესი სიამაყე, როდესაც მას უნდა რომ თავის ყოფიერების საწყისი თვითონ იყოს. რა თქმა უნდა, ეს სისულელია. სრული სისულელია. როგორ შეიძლება ქმნილებას ყოფიერების საწყისი თავის თავში გქონდეს?
თან ის რომ ჩვენ ყოფიერების საწყისი ჩვენ თავში არ აგვაქვს, ამით არაფერი არ გვაკლდება. არაფერი არ გვაკლდება. იმიტომ რომ როგორიც ღმერთია, ეგეთები უნდა გავხდეთ ჩვენ. აი როგორც იონე მოციქული ამბობს, რომ წარვსგებით ღვთის წინაშე თუ ცხონდებით, ვიქნებით მისი მსგავსნი, ანუ ქრისტესნაირები უნდა გავხდეთ, გესმით? ჩვენ ხო არა ვართ ბუნებით ღმერთნი. ჩვენ ხო საღვთო ენერგიით უნდა ვიყოთ ღვთის მსგავსნი. მაგრამ ეს ჩვენ არ გვაკნინებს, ჩვენ მისნაირები ვიქნებით მაინც. ანუ არაფერს არ გვაკლებს ის, რომ ჩვენი ყოფიერების საწყისი ჩვენში არ არის. ღმერთები ვიქნებით მადლით, მისნაირები ვიქნებით და სადაც ის არის, იქ ვიქნებით ზუსტად. იმ დიდებაში და პატევში, როგორც თვითონ არის. მაგრამ არა. ადამიანს სიამაყეს ხო ლოგიკა არ აქვს და აი რაღაცნაირად როგორც სატანას დაემართა, ისე ემართება ზოგიერთ ადამიანს და სამწუხაროდ ან თავის სისულელით, იმიტომ რომ ხორციელ სიამოვნებას გადააყოლებს და მიწიერ მიზნებს გადააყოლებს თავის ცხოვრებას მარადილს, რომელიც ასევე გაუგებარი და ალოგიკურია და ან სიამაყეს ვერ ერევა თავის პატივმოყვარეობას, თავის ეგოიზმს და ეს ყველაფერი სიამაყის გამოვლენები ამპარტავნებას და შესაბამისად კარგავს ღმერთს. ეს არის. და ამიტომ უჭირს მას დგომა მტკიცეთ, იმიტომ რომ როცა მას ამგვარი რაღაცები ჭირს, მას ეკარგება ღვთის განცდა საკუთარ თავში და როგორც კი ღვთის განცდა ეკარგება საკუთარ თავში, რა თქმა უნდა რელიგიური ცხოვრება ბეზდება. რელიგიური ცხოვრება როგორ არ მოგვეზდება? მოგვეზდება, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ეშმაკი გებრძვის და მას სულაც არ უნდა რომ ეკლესიაში იყოს. მისთვის ეშმაკი უფრო მშვიდად იქნება თუ შორს იქნება ეკლესიიდან, იმიტომ რომ შენ შეიძლება ცუდი ქრისტიანი ხარ, მაგრამ ეკლესიაში რო ხარ, აი მაინც შეიძლება სადღაც შენ გულს ღმერთი კლავ შეეხოს, კიდევ რაღაცა შენი სულიერი ძმებისგან, დებისგან რაღაცა მიიღო, მოძღვრისგან სიტყვა გაიგო, ჯობია რომ შორს იყო. მაქსიმალურად ცდილობს, რომ ასეთი ადამიანი საბოლოო ჯამში ეკლესიის იმ მაცხოვნებელი სივრციდანაც განდევნოს და წავიდეს. არა და ჩვენ სულიწმინდა ღმერთია ჩვენში, სულიწმინდა ღმერთი ხო რა არის ეკლესია? ეკლესია არის იმ ადამიანთა ერთობა, რომლებიც ღვთის მადლით, ქრისტეს სისხლისა და ხორცით გაერთიანებული სულიწმინდა ღმერთის მადლით არიან ერთად შემტკიცებულნი. და სულიწმინდა ღმერთმა მოიტანა საღვთო ენერგია, რომლის მიერაც ჩვენ ვახერხებთ გვწამდეს იესო ქრისტე როგორც ღმერთი და ვახერხებთ რომ მას მივბაძოთ და მივემსგავსოთ. ის მოგვიცავს ჩვენ და ის შემოდის ჩვენში. ღმერთი ნათელია, მე ვარ ნათელი უფალი ამბობს. ღმერთი ნათელია, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ ის შეუქმნელი ნათელია და შეუქმნელი ნათელი რო დაინახო რა გვჭირდება, ნეტარი ყვნენ წმინდანი გულით არამედ თუ მათ ღმერთი იხილონ, წმინდა გული გვჭირდება, ანუ ღვთის ნების აღსრულებელი გული გვჭირდება და რაც მეტად ცდილობ ქრისტეს ერთგულებას მის მცნებებში, უფრო და უფრო მეტად შეგრძნებითად განიცდის ჩვენი გული ღმერთს და მაღალ დონეზე, როცა წმინდანები ძალიან მაღალ დონეზე ადიან, ანუ როცა მთელი სისავსით შეძლების დაგვარად ღვთის ნებას ბოლომდე აღასრულებდნენ, ისინი არა მარტო შეიგრძნობდნენ, არამედ ღმერთს თავის შეუქმნელ ენერგიებში ხედავდნენ. მაგრამ ჩვენ ხედავთ თუ არ ხედავთ, რადგან ქრისტიანები ვართ, რადგან მონათლული, მიროცხებული, მაზიარებელი, სულიწმინდა ღმერთი ჩვენში იგიებს და ჩვენ ამას ხედავთ თუ არ ხედავთ, შიგნიდან ვანათებთ. ეს ნათელი ვლინდება ჩვენი ცხოვრების წესში. უნდა ვლინდებოდეს უпроსტორად ცხოვრების წესში და არ უნდა იფარებოდეს, ანუ არ უნდა იმალებოდეს. უნდა საცნაური იყოს ყველასთვის. ამიტომ მას ვკითხულობ დღევანდელ სახარებაში, თქვენ ხართ ნათელი სოფლისანი, ქრისტე გვეუბნება. ნათელი. ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვათ თასაზე და დაშენებულს. თის წვერზე დაშენებული ქალაქი, ნუ არ იმალება, ყველა მხრიდან ჩანს. როგორც არ უნდა თავდაბალი იყოს ქალაქი, ახლა ეს იგავური სახეა, ხო ქალაქი. როგორც არ უნდა არ უნდოდეს, არა მე არ მინდა გამოჩენა, თუ მთის წვერზე არის ქალაქი აშენებული, როგორც არ უნდა ეცადოს, რომ არ ჩანდეს იგი, მაინც გამოჩნდება. ასია ქრისტიანი.
როგორც არ უნდა დაიმდაბლოს თავი ქრისტიანმა, ის მაინც გამოჩნდება. გრიგოლ ხანძთელი არათუ თავს იმდაბლებდა, არამედ ისტორიამ შეიძლება ჩვენი ბედოვლათობით ქართველების გადაფარა და ფაქტობრივად საუკუნეების განმავლობაში ქართველმა კაცმა დაივიწყა ამ დიდი წმინდანის შესახებ, მაგრამ აგერ მე-19-ის ბოლოს და მე-20-ის დასაწყისში ფაქტობრივად მაინც გამოჩნდა და მაინც თავისთავი გამოავლინა და დაგვანახა რა წინაპარი ყვავდა ჩვენ მისი სახით. ასე რომ დიახაც ნათელი ვარ სოფლისანი და თუ ნათელი ვარ ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვად თასაზე და დაშენებულთა. მე მეორე მაგალითი მოყავს, ეს მაგალითები თქვენ იცით. არც აღანთიან სანთელნი და დადგიან ქვეშე ხვიმრსა. ანუ სანთელს რო ანთებ ქვემოთ არ დგავ, ხო? არამედ ზემოდან უნდა დადგა, აბა ისთვის ანთებ, რომ იგი ხნათობს, იგი ყოველთა, რომელი იყვნიან სახლს აშინა. ესე იგი, ჩვენ თუ ქრისტიანები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში არსებული შეუქმნელი ნათელი, ანუ საღვთო მადლი, ყველა შემთხვევაში არის, იმიტომ რომ სხვანაირად ქრისტიანობა არ არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ ამ ნათელს ჩვენ ვერ ვჭრეთ და ვერ ვხედავთ, მიუხედავად ამისა, ჩვენი ყოფიერება, აი მაგალითად საქართველოში, ჩვენი ყოფიერება, ჩვენი ყოფნა უნდა საცნაური იყოს, იგი უნდა აკეთილშობილებდეს ჩვენ სამშობლოს, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. აბა როგორ არის, რომ 30 წელი თავზე ვიმხობთ ქვეყანას და ესე იგი ღვთისწყალობით არის, რაც არის. რატო ხდება ესე? რატო ხდება, რომ ფაქტობრივად ღვთის კურთხევა ირღვევა და აღარ მრავლდებით, ვნადგურდებით როგორც ერი, ფიზიკურად ნადგურდებით. აბა როგორ ხდება, რომ ტერიტორიებს ვკარგავთ? აბა როგორ ხდება, რომ უზნეობის წუმპეში ვიმყოფებით? როგორ ხდება, რომ ამდენი ნარკომანი, ამდენი კრიმინალია, ამდენი და მოკლედ რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. რანაირად ხდება? რატო არ ანათებს, რატო არ ვანათებთ ჩვენ ერში? ესე იგი რა გამოდის, რომ რაც უღმერთობაში სიბნელია, იგივე სიბნელია და არ ჩანვართ, არ ვანათებთ. არადა ეს არის ჩვენი მცნება, რომ ადამიანს იყავნება შენი ღმერთს ეუბნები მამაო ჩვენოში. გაგიჭირდება რაღაც პირადში და მამაო ჩვენ იყავნება შენი და კი არ ფიქრობ, რომ ბიჭო, კი მაგრამ ამ იყავნებას შენის რომ ვამბობ და თან ამას იმიტომ ვამბობ, რომ რაღაც მიწიერი მინდა ვთხოვო ღმერთს და ამიტომ მამაო ჩვენოს ვამბობ, ხო? რატო არ ფიქრობ, რომ ღვთისნება რა არის? დაიღვთისნება. ეგრეთ მწყინებდი ნათელი თქვენი წინაშე კაცთა. ნახეთ? ეგრეთ მწყინებდი ნათელი თქვენი წინაშე კაცთა. რათა იხილონ საქმენი თქვენი კეთილნი. და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა. ჩვენ როცა გვინდა რომ აი მამაო ჩვენოში რომ ამბობთ წმინდა იყავს სახელი შენი, წმინდა იყავს სახელი შენი. მე როგორც ღვთის შვილი უნდა მოწოდებული ვიყო იმისთვის რომ სხვა რომელიც ურწმუნოა ჩემი მამა ზეციური და მისი მამაც პოტენციური მანაც ადიდოს და რომ ისიც გადარჩეს, მაგრამ იმა რომ ადიდოს და რომ გადარჩეს მე უნდა ვწყინავდე ისე, რომ მან ეს ნათელი დაინახოს და ჯერ მე შემომხედოს და მე გამაყოლოს, თვალი გააყოლოს და ღმერთის ძიება დაიწყოს. სულიერი ცხოვრება, რა თქმა უნდა, გარეგან წესში და სჯულშიც არსებობს, ხო? ვლინდება უпроსტორად. სულიერი ცხოვრება, ცხოვრების წესში, ზნეობრივ რელიგიურ ცხოვრებაში, სიტყვა პასუხში. წეგან ბილსიტყვაობა ვახსენე. ეს ისეთი აი სულიერი თვალსაზრისით რომ შეხედოთ, ეს არის აი სრული კატასტროფა. სრული. იმიტომ რომ უფალი გვეუბნება, რომ არათუ მაგინებლობა, არამედ ყოველი უქმის სიტყვისათვის ვაგებთ პასუხს. ხოლო რაც შეეხება გინება და ლანძღვაგინება, ეს იმდენად დიდი ცოდვაა, რომ უფალი გვეუბნება წმინდა წერილში, რომ შენ ძმას რომ რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენო სიტყვიერი ჯოჯოხეთის ღირსი ხარ, ქრისტეს სიტყვებია ეს. იმიტომ რომ ამაში ვლინდება შენი ძმის მკვლელი სული, იმიტომ რომ მრისხანება და სიძულვილი სიტყვაში გამოხატული შენ წარმოაჩენს და ლუსტრაციას ახდენს შენი გულისას, რომ შენ სიძულვილი გაქვს, კაინის გული გაქვს. გესმით?
ამიტომ ჯოჯოხეთის ღირსი ხარო გეუბნება. ამიტომ გარეგანის ჯული, რომელიც ადამიანს აი ამ გადაცდომებისაგან იცავს, იმიტომ რომ გეუბნება, რომ ეს არ გააკეთო, ეს არ გააკეთო, ეს ასე მოიქეცი, ასე მოიქეცი. ხო? აი იგივე რაც გითხარით, ხო, რომ ყოველი უქმის სიტყვისათვის პასუხს აგებთ. ეს ყველაფერი გარეგანის ჯულია, რასაც ჩვენ ვაკეთებ. ძველ აღთქმაში იყო, ახალი აღთქმაში ახალი აღთქმის ჯულია. თოფალი ამბობს, რომ და ქრისტე რომ მოდის, ზოგს აქვს ილუზია, რომ ქრისტე არის სიყვარული. სრული სიყვარულია, აი სული, სისავსე. ღმერთი ადამიანად მოვიდა და შენთვის მოკვდა. ახლა ამაზე მეტი სიყვარული რა გინდა, მაგრამ ზოგს აქვს ილუზია, რადგან ღმერთი სიყვარულია, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება მოეშვა. არა, ღმერთი ხო სიყვარულია, ყველაფერს ყვატიებს. მაგრამ უფალი ვეუბნება, რომ არა მოვედი დახსნათ ჯულისა და წინასწარმეტყველებისა, არამედ აღსრულებად. და გვეუბნება, რომ მთელი ქვეყანა რო წახდეს, იოტა ერთი გინარ ქაი ერთი, ანუ პატარა 100-ც კი არ შეიცვლება ჯულისაგან, ვიდრე ყოველივე იქმნეს. ანუ ის რაც წერია, ის ძალმოსილია. კი, რა თქმა უნდა, ღმერთის სიყვარულია. ჩვენ ეს ნამდვილად ვიცით, იმიტომ რომ ეს საქმით გამოჩნდა, ხო, ჩვენთვის მოკვდა ღმერთი. მაგრამ უფლის სიტყვები არ დაგვავიწყდეს, რომ კი ბატონო, სიყვარული ვარ, გეუბნება ქრისტე, მე შენ როგორ დაგსჯი? შენთვის მოკვდი და შენ დაგსჯი, მაგრამ სიტყვას რომელსაც მე ვამბობ, იმ სიტყვით განისჯები. შენ რო ღმერთს ხელს კრავ და მასთან რო ამბობ, მასზე მამაშვილურ ურთიერთობას, მასთან მამაშვილურ ურთიერთობაზე უარს ვამბობ და განუდგები, ღმერთის გარეშე ამყოფებს საკუთარ თავს, მაგრამ ის კანონი, რომელსაც ჯული ახმოვანებს, მათ შორის ქრისტეს სიტყვებით, ხო? ის არსად არ მიდის. ანუ შენ ღმერთი განაგდე, მაგრამ კანონი დარჩა ფიზიკური კანონი, გრავიტაციის კანონი, სოციალური კანონი, ზნეობრივი კანონი, სულიერი კანონი. ეს კანონები რჩება, არსად არ მიდის, ეს ყოფიერების არსებობის, სამყაროს ყოფიერების ფორმებია, წესია. ესი არსებობს სამყარო. გესმით? უწესოდ ხო არ იქნება, წესით არსებობს და ღმერთს კი განუდექი, მაგრამ ეს წესი და კანონი დარჩა და როგორ ფიქრობთ, ვის კისერზე მოვა ეს წესი და კანონი? ღვთისაგან დაუცველ, ღმერთის შვილობაზე უარის მთქმელ, გონიერ და პოტენციაში თავისუფალ არსების კისერზე მოვა ეს კანონი. და წარმოგიდგენიათ, რა დღეში აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც ღვთის მსგავსი უნდა იყოს და პირუტყვს გავს, ან დემონს გავს. მაგრამ ეს კანონი, ზნეობრივი და სულიერი კანონი, დამოკლეს מחვილივით კიდია მასე და მას ეს არ შერჩება, ის როგორც არ შერჩება სულელ ადამიანს, რომელიც მე-9 სართულიდან ფანჯრიდან გადმოვა დაბლა და არ გაითვალისწინებს, რომ მიზიდულობის კანონი არსებობს, არ შერჩება. შეუძლებელია ეს შერჩეს, ხო? აი ესევე არ შერჩება თავისუფალ და გონიერ ადამიანს დარღვევა, უგულებელს ყოფა ზნეობრივი და სულიერი კანონის. გესმით? და სასწაული არ მოხდება. არ მოხდება სასწაული. ჩვენ რო გვინახავს სასწაულები, მაგალითად იგივე სახარებაში ჯვარცმული ავაზაკი ხო სასწაული იყო. კაცი მთელი ცხოვრება არ ღვევდა იმ კანონს. მაგრამ სიკვდილის წინ ქრისტე შეიცრო. დიახაც იქ სასწაული მოხდა. მაგრამ ნახეთ, რა საოცრება არის, მომაკვდავში მან ღმერთი შეიცნო. მაგრამ ის ხო მანამდე ქრისტიანი არ ყოფილა. ხოლო ჩვენ ქრისტიანი ერი ვართ. ჩვენ საერთოდ ეკლესიის ორგანული ნაწილი ვართ. ჩვენ ვიცით, რომ იესო ქრისტე ღმერთია. ჩვენ მის სისხლსა და ხორცს ვეზიარებით. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია, რომ უცებ არ ვიცოდი და გავიგე უცებ და ჩემს გულს რაღაც მადლი შეეხო და დავინახე. შენახებია ჩვენს გულზე მადლი უკვე. ჩვენმა გულმა რეაგირება მოახდინა ამ მადლზე, მოვედით ეკლესიაში. და პავლე მოციქული ამბობს, რომ როცა მოექცევა ადამიანი, რომ მოექცევა, აი მოექცა და ქრისტე რო ღმერთია ეს რო იცი. და ეკლესიაში რომ მოხვედი. და მე რო ზურგში აქცევ. და პავლე მოციქული ხო კითხვას ასვავს, რომ და სვერპლი ხო შეიწირა უკვე შენთვის, ანუ ღმერთი მოკვდა შენთვის. შენ ეს მიიღე, მადლობა ღმერთს. ღმერთი მოკვდა შენთვის. მე ეს მივიღე. გახარებული მოვედი. და მე უკან რომ მივდივარ, რაღა უნდა მოხდეს ახლა? ანუ რა უნდა მოხდეს? ხო მოხდა უკვე და მე ეს მივიღე, მაგრამ ზურგი შევაქციე და ახლა რაღა უნდა მოხდეს?
კიდე ხო არ მოკვდება შენთვის ღმერთი? ხო მოკვდა კაცო, ანუ ხო მოხდა ესა და რაღა უნდა მოხდეს და პავლე მოციქულის სიტყვები აი ამ რაღა უნდა მოხდეს ამ კითხვაზე არის საშინელი, იცით ეს სიტყვები თქვენ. რჩება რაღაც საზარელი მოლოდინი რაღაცა საშინელებისა, რომელიც ადამიანის კისერზე მოიწევს ამ დროს. იმიტომ რომ მან უარყო ის ღმერთი, რომელიც ირწმუნა. განკაცებული ღმერთი, გესმით? ეს წმინდა წერილი სიტყვებია. ამიტომაც ძალიან მთხილად უნდა ვიყოთ, რომ ესე იგი ჩვენი რწმენა არ უგულებელს ხო და ესე იგი რა უარი არ ვთქვათ. და მე პავლე მოციქული ამბობს, რომ ეს რომელიც ასევე ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ ჩვენი მოქალაქეობა, ანუ ჩვენი ყოფიერება ცათაშინაარს, ანუ აქ კი ვართ, მაგრამ ჩვენი შინაგანი მდგომარეობით ახალი აღთქმის ადამიანი ზეცაში ცხოვრობს. ოქროპირიესი ამბობს, ეკლესია ქრისტეს სხეულია, მისი თავი ქრისტეა, ქრისტე ზეცაშია, მარჯვენით მამისა. მაგრამ სადაც თავია, სხეულიც იქ არის. პოტენციაში იქ ვართ, ჩვენ უკვე ზეცაში ვართ. ეფესელთა მიმართ ეპისტოლეშიც ამას ამბობს. ჩვენ უკვე ვართ ზეცაში. პოტენციაში ვიმყოფები და შეიძლება ადამიანი ამას ვერ გზნობდეს, რა თქმა უნდა ჩვენ ამას უნდა ვგზნობდეთ. და ამავე დროს ბოლომდეც ხო არა ვართ. ანუ ვართ რაღაც წინდია ჩვენში ჩადებული, ვართ, მაგრამ თან ბოლომდე არა ვართ. აბა რა მდგომარეობაში ვართ? მოლოდინის მდგომარეობაში და ესე ამბობს, ჩვენი მოქალაქეობა ცათაშინაარს, საიდანაც მოველით მხსნელს, უფალი იესო ქრისტეს, მუდამ ქრისტესთან შეხვედრის მოლოდინში ვართ. და ხშირად მithქვავს, ეს სამი ტიპის მოლოდინია ეს. ეს არის მისი დიდების დაბრუნება, ეს არის ჩვენი გარდაცვალება და ეს არის ყოველ ზიარებაზე და ყოველ იესოს სახელის აღმოთქვაზე მოლოდინი იმისა, რომ აიხლა შევხვდებით. ამიტომ ყოველი ლოცვის დროს, ყოველი ქრისტეს სახელის ხსენების დროს, რომელიც წესით მოუკლებელი უნდა იყოს, ყოველი ზიარების დროს თქვენ უნდა გქონდეთ გაფაციცებული, გაფაქიზებული შინაგანი სამყარო, რომ მოლოდინი შეხვედრისა. მაგრამ მოლოდინი სიმდაბლით, საკუთარი უღირსების განცდით, სინანულით და მოყვასის უპირობო სიყვარულით. მოველით იესო ქრისტეს, რომელიც ისე გარდაქმნის ჩვენს დამდაბლებულ სხეულს, რომელიც ისე გარდაქმნის ჩვენ დამდაბლებულ სხეულს, რომ თავის დიდებულ სხეულს დაამსგავსებს. ანუ ამ შემთხვევაში სხეული უბრალოდ რაღაცა ხორცი კი არ არის, ეს არის ჩვენი არსება, ჩვენი არსებით ვემსგავსებით მას. როგორიც ის არის, კლდეთით აღდგარი. ამიტომ ჩემო ძვირფასო და სასურველო ძმანო, სიხარულნო, ნახე პავლე მოციქული როგორ გვეფერება. ჩემო ძვირფასო და სასურველნო ძმანო. ან ძმანო დებიც იგულისხმება, რა თქმა უნდა, ფილიპელთა შემთხვევაში იქ იმართავს კაცები არიან ეთქო, მაგრამ ამ შემთხვევაში დებიც იგულისხმება თავისთავად ცხადია. ამიტომ ჩემო ძვირფასო და სასურველნო, სიხარულნო. ნახე, როგორ უხარი. და კიდევ ერთი საოცარი სიტყვა, გვირგვინნო. ანუ თავისი მოღვაწეობის, თავისი ქრისტესადმი ერთგულების გვირგვინად თვლის თავის სულიერ შვილებს. გვირგვინო ჩემო, ასე მტკიცეთ იდექით უფალში და აბოლოებს საყვარელო. ჩვენ წინ დიდებული დღეები და დიდებული წამები გველოდება. წამები უფალთან შეხვედრისა. ის დიდი წამი, რომ გარდავიცვლებით, კიდევ უფრო დიდი წამი, როცა ის დაბრუნდება და მანამდე ის პატარა შეხვედრები, რომელიც ზიარებისას და უფალზე ფიქრისას და ლოცვისას იქნება ჩვენ ცხოვრებაში, საბოლოო ჯამში ჩვენ დიდებული ყოფიერება, ღმერთის შვილობა გველოდება. ისეთი დიდებულება, რომლის წარმოდგენაც არ შეგვიძლია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკნინდეთ ისე, რომ ეს რაღაც გავცვალოთ რაღაც მიწიერში. ამიტომ ვიყოთ ფხიზლად, ვიყოთ მღვიძარეთ, რომ ამასოფლის სულმა ეშმაკმა და ჩვენმა დაცემულმა ბუნებაც საკუთარი სიმართლის ტყვეობაში მყოფმა ჩვენმა დაცემულმა ბუნებამ არ მოგვატყვილოს და მოგცეს ღმერთმა გარჩევის უნარი, რომ ჩვენი ყოველი ნაბიჯი არის გზა გასაყარი. ყოველი ნაბიჯი.
დგავ ნაბიჯს და შემდეგი ნაბიჯის ჩემი ასარჩევია, მარჯვნივ თუ მარცხნივ. შემდეგი ნაბიჯის მარჯვნივ თუ მარცხნივ. ხანდახან უარესი, მარტო მარჯვნივ და მარცხნივ კი არა, უამრავი ნაბიჯია, უამრავი მიმართულებით შეიძლება ნაბიჯი გადაედგას და მხოლოდ ერთია სწორი. ამიტომ გვმართებს სიფხიზლე და მღვიძარება, რომ საკუთარი სიმართლით სხვებიდან მოხვეული აზრებით არ ვიმართებოდეთ. არამედ ერთადერთი ორიენტირი გქონდეს, ეს არის იესო ქრისტე. ღმერთი, რომელიც ქმნის სამყაროს, მოდის ჩვენთან და ჩვენს გამოსახსნელად ჩვენთვის კვდება. შეგვეწიოს უფალი. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.